მე ვარ სოფია ჭიტანავა 9 წლის. ვსწავლობ სალიბაურის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის სიმღერა, ცეკვა და ხატვა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს სიმღერა. სახლში მაქვს მიკროფონი და ვაწყობ კონცერტებს. ზოგჯერ ქალაქშიც ვაწყობთ კონცერტებს. ჩემ სტუდიას ქვია მაისანი. ჩემ მასწავლებელს ქვია მაია და ძალიან მიყვარს. ჩემი საყვარელი სიმღერა არის My Own Home. მე მინდა ჩემი სოლო კონცერტი იყოს თბილისში. კონცერტზე ჩავიცმევ შავ გრძელ ლამაზ კაბას. ყველა ბილეთი გაიყიდება და დარბაზი იქნება სავსე. ბილეთი ეღირება 10 ლარი და ყველა ბილეთი გაიყიდება. ბევრი ფული რომ მქონდეს, ჩემ მშობლებს ვიყიდიდი ვინას. პირადად ჩემთვის ვიყიდიდი შოკოლადებს. ჩემი საყვარელი ტკბილეული არის შოკოკრემი. მე ასევე მიყვარს ხატვა და ხატვა დავიწყე 3 წლის რო ვიყავი. მე ვიცი სახლის ხატვა, ოჯახის ხატვა და ცხოველების ხატვა. ჩემთვის ყველაზე ძნელი არის ადამიანის დახატვა. ყველაზე ადვილია ცხოველის დახატვა. ისე ცხოველები ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით თუთიყუში. გარეული ცხოველებიდან მინდა სახლში მყავდეს მგელი. ჩემი საყვარელი ფერი არის შავი და არ მიყვარს ყვითელი. მე ვაგროვებ ნახატებს და ეხლა მაქვს 20 ცალი. ერთი ნახატი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. ამ ნახატზე ხატია მთა, მდინარე, ცხოველები, ხეები და ყვავილები. მყიდველი რო იყოს, გავყიდიდი ასლარად. ყველაზე ხშირად ნახატებს ჩუქნი ჩემ კლასელ ლილუ ნარეკლიშვილს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნიან. ამიტომ მიყვარს დაბადების დღეც და ახალი წელიც. თოლის ბაბუას სულ მოაქვს საჩუქრები. შარშან მაგალითად მომიტანოს სკეიტბორდი და წელს მინდა მომიტანოს ლეგო. ჩემი აზრით თოლის ბაბუა არის 31 წლის. მისი ნამდვილი სახელია გიორგი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ იქ ყველანი კეთილები არიან, როგორც ჩემი კლასელები სულ მეთამაშებიან და მასწავლებლებიც არიან ყველაზე კარგები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული არის გოგი შანთაძე. ყველაზე ცალკე არის დაჩი. ყველაზე ჭკვიანი არის ლილუ. მე ვარ ყველაზე კეთილი და ყველაზე მშვიდი. ჩემი საყვარელი საგანი არის ინგლისური. ინგლისურის გარდა მინდა კიდევ ვისწავლო თურქული. ჩემი საყვარელი მასწავლებელი არის ციცო კვაჭაძე. იმიტომ რომ არის ძალიან კეთილი, მხიარული და სულ გვაჭმევ შოკოლადებს. რო გავეზრდები, მინდა გამოვიდე მომღერალი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი პოლიციელი. უფრო პატარა ვიყავი, მინდოდა პრინცესა ელზა ყოფილიყავი. ახლა მინდა ვიყო 15 წლის. იმიტომ რომ 15 წლის რო ხართ, შეგიძლიათ ყური მეორეჯერ კიდე გაიხრიდოთ. მე ძალიან მიყვარს ცეკვა და მალე უნდა შევიდე. მე მაქვს კარგი მონაცემები და დარწმუნებული ვარ, რომ კარგად ვიცეკვებ. კიდევ ვაპირებ ჩემ კლასელთან ერთად ჩონგურზე რომ ვიარო. მე ვარ ძალიან კარგი დიას სახლისი. ასე იმიტომ მგონია, რომ არ მეზარება სახლის დალაგება და საჭმლის გაკეთებაც ვიცი. ყველაზე გემრიელად გამომდის კექსის გამოწყობა. სხვათა შორის ძალიან კარგ ყავასაც ვადუღებ. ზოგჯერ დედიკოს ერთადაც ვაკეთებ საჭმელებს. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ბულიონი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო დედამიწაზე. ის არის ლამაზი, კეთილი, თბილი და ნაზი. ყვავილებიდან მე ვგავარ წითელ უეკლო ვარდს. მიყვარს მურთმევების ყურება. ჯადოს მრჯახი რომ მქონდეს, მე დედამიწაზე ხეებს, ტყებს უფრო დიდეს გავაკეთებდი. მინდა რომ დედამიწა იყოს სუფთა და ლამაზი. მე სოფელში მინდა გადავიდე საცხოვრებლად. იმიტომ იქ სულ ბევრი თოვლია. ჩემი ოცნების საჩუქარი არის პატარა შავი ფუმფულა ლეკვი. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. სოფია რო არ მერქვას რა მერქმეოდა? მე სოფია არ მერქვას მერქმეოდა ლილუ. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ შეკითხვას. რომელი სუპერძალა უნდა რომ
კონდეს. მე მინდა მქონდეს თოლის გაჩენის სუპერ ძალა. ბედნიერება არის საჩუქარის მოტანა, ცხოვლის მოყვანა და დერეკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.